ქოცებო მოგიტყანთ დედის ტრაკი. თქვენ რას ელოდით დავარითი დავიწყებდი. თქვენი დედა მოტყან მე ქოცებო, თქვენ მოგიტყანთ ჯიში და ჯილაგი. ივანიშვილის სირევო, ყლეებო და არაფრის მაქნისო ხალხო. თქვენ ახართ დედამოტყნულები, რომლებიც ცოტა ხანში უნდა გადაშენდეთ და გადაეთხლიშოთ რაღაცას, რა ვიცი მე. საქართველოში ეყარეთ და იცხოვრეთ, მაგრამ თქვენი საქართველოს ბედის გადაწყვეტა არ შეგძლებიათ, ვერ შეგძლებიათ და ყიდით და აცალტვერებთ ყველაფერს. თქვენი დედას შევეცი, რაც მოხვედით იმ დღიდან სამაჩაბლოზე და აფხაზეთზე რომ უნდა იმუშაოთ. საკუთარ ხალხს დაერიეთ და ხოცავთ. თქვენ მოგიტყანთ დედის პროჭი. ეხლა იმ ყლეს მინდა უპასუხო. ნავის კაპიტანი რომ დაპატიჟებს ბოცმანს. შენ ბიჭო მაგარი იყავი რომ ღეროდი. და უცნობი რო გეხვა. ეხლა ყლეხარ. თან რო ჩოვლებრივ ყლეხი არა ხარ. რაკეტა ყლეხარ, რაკეტა, ხო. და ის მეორე სირბანა მივა და რუსთაველზე ხალხი რო გააჩერო და კითხო რა გინდათ, კი ვერ გიპასუხებენ. ეხლა მე გიპასუხებ იმ ხალხს რა უნდა. იმ ხალხს უნდა რომ შენაირი დედამოტყნულები და ნაბოზრები რომ საქართველოს ბედს არ წყვეტავდნენ, იმიტომ რომ შენ ხარ დედამოტყნული. უნდათ რომ დაიბრუნონ ტერიტორიები, უნდათ რომ მთავრობა იყოს ქართული და საქართველო იყოს ქართველებისთვის და იმ ხალხისთვის, ვინც საქართველოს პატივს სცემს და არა ოკუპანტებისთვის. გაიგე რა უნდათ? შენ მოგიტყან დედის ტრაკი, მაგ სტუდიას მოუტყან დამაარსებელი, მაგ სტუდიაში ვინცაც ინტერვიუ მიუწია, სულ ყველას მოგიტყანთ დედის ტრაკი, თავისი ნავის კაპიტნიანად. ჩაჯექით მაგ ნავში და გააჯვით და წადით დავალებეთ თავი რა. მალე მოვა ეგ დროც, ხო და თუ გინდა მატორსაც დაუყენებთ მაგ ნავს, რომ სწრაფად გააჯვათ რა. თქვენი დედა მოტყან მე. დრო არ მაქვს, მოკლე ჩანაწერი, ბრიფინგი დამთავრებამდე მიდის და ბოლოში კიდე ერთს ვიტყვი, რომ აი ამ ქვეყანას დედამიწას გულისხმობ. მარტო საქართველოს კი არა. აი ამ ქვეყანას თქვენაირი პროჭები კრემლის ქოცების თამადობით ძალიან აწუხებთ. და რო გადაგაშენებენ და დაგაქვესკნელებენ, მაგ დროსაც მალე ვნახავ და არ უნდა სადამ ჰუსეინები და